მე ისე ვინდროს ველი უშენოთ მე დავრაიღო იჩვევა გული ლოდის ფიქრებმა ეს ღამე წაიღო ყოველთვის ჩემში დარჩები და არასოდეს გაქრები იცოდე ჩვენი გზებით რომ ისევ შევხვდებით მე მხოლოდ შენი მღერი შენ ახარ ჩემი ღამის სიზმარი შენთვის ცოცხლობ ვიცოდე მე დავსად ახარ ვიცოდე მინდა რომ მიღო ახლოს მე გპირდები რომ დაგადგო უცილო ხამეს ვათენებ მიყვარხარ მე თქვა გავბედე მინდა რომ შენთან მოვიდე ამას კეთვი დღეს მე მხოლოდ შენი მღერი შენ ახარ ჩემი ღამის სიზმარი არ გაქრეთა სულ ჩემთან იყავი მიყვარხარ ერთხელ მაინც მითხარი თქო არც ახვიდე ისე ჩემს გარდა შენ ვერავინ გაგიგე მხოლოდ შენ ერთს დაგითხრე შენ ახარ ვისაც მე თვითონ სიტყვებს მე მხოლოდ შენი მღერი შენ ახარ ჩემი ღამის სიზმარი არ გაქრეთა სულ ჩემთან იყავი მიყვარხარ ერთხელ მაინც მითხარი ახვიდე ისე ჩემს გარდა შენ ვერავინ გაგიგე ცხოვრება მხოლოდ შენ ერთს დაგითხრე შენ ახარ ვისაც მე თვითონ სიტყვებს შემდეგი სტუმარი ძალიან უნებიანი და სუპერ თამამი ქალია ჩემი კოლეგა და ქუთაისში იმერეთის რეგიონულ ტელევიზიაში ძალიან გახსნილი, გულახდილი და გაბედული გადაცემის ცოტა ეროტიული წამყვანია. მაშ ასე, მე მგონი, მოვიდა დრო ის თელმა საქართველომ გაიცნოს. ქუთაისელი ტელეძივა, თეა ჩეჩელაშვილი. სამაროჭიდობისა კოლეგა. შენ პერდი ქუთაისში არის თემა. მარტო ქუთაისში? ახლა უყურებ თელ საქართველოში. იქნება. ჯერ მითხარი ეს ნამდვილია, ნამდვილად? ნამდვილად შემიძლია გარანტირებული. არა ვიცი, საიდან გინდა და დასტურს მოგცემთ აუცილებლად. ხო, ანუ 6 და 7-მდე ვერ ყავს სოფთა ნატურალურად. მე ცოტა უფრო მეტია. არ ვიცი, თათმასიც არ არის გიგანტური. არა, ძალიან შთამბეჭდავია, ძალიან. ეს მეორე წევა შთამბეჭდავია თუ არა, მაგრამ ფაქტია ჩემო, მაიკო რომ ეს არის აბსოლუტურად ნატურალური და არანაირი ეს არ ურევია ქიმიური ელემენტები. არ ვამბობ სიამაყეს, უბრალოდ ამ თემასთან დაკავშირებით იმდენი კითხვები გაქვს, ახლა პროფილში რომ მოვხდი, ეს არა, ჩვენ მხოლოდ კერდის გამო არ დაგვიპატიჟები ხარ. არა, კოლეგა, ეგ არ იფიქროთ. არა, არ ვფიქრობ და ამ სხვა ზუსტად ამის გამო მაგრამ რატოა ეს თემა სულ და მობეზრებული ქუჩაში ერთი ქალი მიდიოდა და ქონდა დიდი მკერდი, მაია ასათიანი ასეთ ქალებს არ იწევს გადაცემაში.
come on. თურია, როცა არავის არ გავხარ. და საერთოდ ამ სტერეოტიპების მღვრების მომენტი ძალიან რთულია. თვითონ ამის ქართულ მებრძოლი დონ კიხოტივით გამოიყურები. ბევრჯერ ვთქვამთ, რომ თეა იცი რა არის, შენ გადაცემას შენი დეკოლტეს და ინტერიერის სანაცვლოდ უყურებენ, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ ეს ასე არ არის. Show me, baby, how you flow. Winding hips to the tunes you know. We surrender to the ride, to the promise of release deep inside. There ain't no holding back. We're mesmerized. მე გავდეს ხას, ისევე როგორც ხამ გავდეს მე, არაერთი შემთხვევაში არ მე. ბევრი შეიძლება ამის გამო მკითხავს, განსხვავებულობის გამო, მაგრამ ყველას ჩვენი მისია გვაქვს ამ ქვეყნად. მე მისია მაქვს შეიძლება გარკვეულ მომენტში ჩემ თავამ დეკოლტის გამო ბევრი ლაპარაკონ და დამცინონ, მაგრამ მე მიცემ თავისუფლებას, რასაც მინდა გავაკეთებ, როც ძალიან მარტივი ჭეშმარიტებისა და გამო. ჩემი გარდერობი, ჩემი სხეული, ჩემი აზროვნება, ჩემია და სადაც ზღვარი არ მიდის, რომ ვინმეს გაუფუჭო საქმე და ვავნო, მანამდე ვიქნები ასეთი. ალბათ ბოლომდე. ეს იმდენად შოკი იყო, ეს იმდენად ამაზრზენი იყო ზოგიერთების, რომ ვიღაცა ქალი ღამე სტუდიაში ზის და ლაპარაკობს, ვაიმე იქ რაღაც ხდება, რაღაც ორგიებია, რაღაცა სასწაულებია. იყო ორგიები? არა, რა სისულელია, ჩვენ ისევ მუშაობდით, როგორც მუშაობენ სასწრაფო დახმარების ბრიგადები ღამღამობით, ასევე ნებისმიერი სწრაფი რეაგირების სამსახური. ჩვენ ეს უბრალოდ იყო ჩემი სამსახური, უბრალოდ ვიყავი ქალი, რომელსაც ძალიან უყვარდა თავისი საქმე და უბრალოდ ძალიან სიამოვნებით აკეთებდა ამას. შენ წარმოგიდგენ, უშიშროების სამსახურმაც ორჯერ მომაკითხა, შემოწმა, იმიტომ მომაკითხა, რომ ეს იყო სენსაცია, ეს იყო რაღაც სენსაცია. ქალის ხმა 2002 წელს რომ ისმოდა ძველი ქალაქის ეთერში ღამე. აქ იყო რადიო ძველი ქალაქი, ერთ-ერთი ყველაზე ავანგარდული ტალღა საქართველოს ეთნოსებში. ეს იყო პირველი შეხება მსმენელთან, ეს იყო 2000 წელს. ეს ახაც არიელია, მაგრამ ბედის ფატალურობა ისე აწყო, რომ ისევ ამ სართულზე დამტოვა. მოკლედ ეს არქაული შენობა თავს აღმარებს. ხოლო არ ვიცი რატო უყარვა მეტყობა და ტელევიზიაც აი ამ სართულზე და გვერდით ოთახში არის განთავსებული. ალეკო გიგა შიო მოწოდების სიმაღლე დამანახეთ და წავიდეთ ჩვენი მოძრავი ფრინავი მოძრავი სტუდიაში. ვიდრე ქალბატონ მარიკასა, რომელიც უკვე დიდი ხანია გველოდება. სად ვარ? შეკითხვები სურათიც და გადაწერილი ყველაფერი ჩატვირთულია. დიდი მკერდის უკან ცოტა დიდი ამბიციაცაა ვიყო ჭკვიანი წამყვანი, ვიყო თამამი წამყვანი, რაღაც თქვა ისეთი, რაც ხას არ უკითხავს. მე არ მაინტერესებს ძალიან ვეთქვი, აი უბრალოდ ფეხებზე მკიდია, რა სიტყვიან ჩემზე ადამიანები, რა გაგებით, იცით? იმიტომ რომ ვიღაცამ ეს უნდა გააკეთოს, აი რატო არის ქუთაისში დახშული ხშირად რაღაც ესეთი აზრები, დამოკიდებულებები, იმიტომ რომ ვიღაცამ არ მიაწოდა თავის როლზე, ვიღაცამ არ ჩაიცვა ღმა დეკოლტე, იმიტომ რომ სულ ვამბობ, მანდამაინც არა ბნელ ხალხს ასეთი დეკოლტეთი. ამბობენ რომ იბნევიან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არ იბნევიან. რატომღაც მგონია, რომ უფრო კითხვები ავნებს ვიდრე ჩემი დეკოლტე. თუმცა მე გამიგია, რომ მამაკაცები ამბობენ, რომ მათ მოწონთ მაღალი, გამხდარი, ისეთი თხელი ქალბატონები, მაგრამ სინამდვილეში ისინი გიჟდებიან ისეთ ქალებზე, როგორიც ხარ შენ. გამიმართლა, უბრალოდ ერთი მიზეზის გამო, იმიტომ რომ მოდური ტენდენცია შემოვიდა, რომ ეხა პოდიუმი გასუქდა. ხო, კი. პოდიუმი გასუქდა. მოკლედ, რა უნდა მეკითხა, ქუთაისში ბევრს ჭრაობენ შენს პირად ცხოვრებას. ძალიან ბევრი ამბელკაცებს ამბობენ, რომ მე ვიღაცა ოლიგარქი მყავს საყვარელი, ანუ თითქოს რაღაცა კანადაში ხო არა, ნუ ისეთი იქედან არ არის ადგილობრივი მასშტაბის ოლიგარქი. და რატო რაღაც ისეთ ცხოვრების წესი და არა, უბრალოდ ფიქრობენ, რომ მე თუ კარგი შეკმაზული გავდივარ და ჩაცმული მაქვს და ესეთი პომპეზური შესახედაობა მაქვს, ცოტა მაინც კიდევ ერთხელ ვამბობ. ანუ ყურზე ვიკეთია ბრილიანტი თუ ბიჟუტერია? რატომ ოლიგარქი? თემა რატომ? არ ვიცი რატომაც რა იყო, არ ვიცი რატომ ხოს გონიათ, რომ ჩემს ყურზე და ჩემს ციცებზე გაკეთებული ყველაფერი არის ბრილიანტის და არის თუ არ არის? არ არის ბრილიანტის. რა სისულელია მე ანუ ოლიგარქი ყავს თუ არ ყავს?
გეტყვით რაც მყავს. მე ვცხოვრობ რას რატო ამბობ? გადაცემის სპონსორია ვენიში. გადაცემის სპონსორია ვენიში. გამარჯვების რეალური ისტორიები ვენიშთან ერთად. მე ვიმარჯვებ ლაქებზე ვენიშის დახმარებით. ჩემთვის გამარჯვებაა, როცა ჩემში სუფთა კაცვია. ვენიშ ოქსი ექშენი და ლაქებიც აღარ სადაა. მიედინება ცხოვრება ნაკადული. ანუ ოლიგარქი ყავს თუ არ ყავს? გეტყვით რაც მყავს. მე ვცხოვრობ რას რატო ამბობ? ხო რა, ნუ ვინ არ ამყავს და მითო გეუბნებით. აი მართლაც ამამჩივლია თქვა. არა, უნდა ვთქვა რომ ეს თუ სიმართლე უნდა ითქვას სიმართლე. ქმარი რამდენი ხანია რაც არ ყავს და ყავდა ორი ქმარი, ხო? ქმარი რამდენი ხანია რაც ამყავს, დიდი ხანია უკვე არ არის და ამ მირაჟმა გამოიწვია თელ ჩემ ცხოვრების ცვლილება. მე ხლა გითხრათ სიმართლე, უფრო შურის მაძიებელი ქალი ვარ ვიდრე ადამიანი რომ. არა, მე შურს ვიძიებ აი პირველად ვამბობ, ჩემი ფსიქოლოგიური ერთგვარი შტურმით მე შურს ვიძიებ ალბათ ყველა მამაკაცი ვიცოდეს მე ჩემ ცხოვრებაში. რატო რა დაგიშავეს? იმიტომ რომ მე უბრალოდ ჩამოყალიბდი ასეთი ერთ-ერთი მიზეზის გამო. არაფერი, აუცილებლად უნდა მივატოვა. მე ეხლა შეიძლება შენი პოტენციური მომავალი კაცი გისმენს და არ დაიწყოს შენთან ურთიერთობას, იმიტომ რომ ზუსტად არა, შეუძლია დამშვიდეს, იმიტომ რომ ჩემთან ურთიერთობა არ შეიძლება ასე იოლად და თუ იქნება აუცილებლად უნდა წამოვიდე მე. ანუ გამოდის რომ მიტოვებული ქალის კომპლექსი გაქვს. მიტოვებული ქალის კომპლექსი შეიძლება ესეც არის და რაღაც გარკვეულწილად მე ამასთან დაკავშირებით მაქვს ჩემი ვენდეტა, ცხოვრებისეული ვენდეტა და სულ არც მწყდება გული. მოდი მე ვიტყვი, შენ არ გინდა თქმა, იყო კაცი შენ ცხოვრებაში, რომელსაც შეუყვარდი შენი ხმის გამო და რადიოში. იყო შენი ძალიან აქტიური თაყვანისცემელი. სამწუხაროდ იყო საპატიმროში. თქვენ ერთმანეთი შეგიყვარდათ, დაქორწინდით. შენ ელოდე წლები, ის გამოვიდა და შენთან არ მოვიდა. არ მიტანთ ეს ლაპარაკი. ეს არის ჩემი სამყარო. აი ეს სახლი ქუთაისური ხუმრობანარები რეალობიდან გამომდინარე არის პატარა ვერსალი. და მე ამ სახლში დედოფლობ. ჩემი სამფლობელო სამჯერ გაქურდეს და წაიღეს ყველაფერი რაც მეებადა, რაც ჩემთვის ძვირფასი იყო. მოგეხსენებათ ესეთი სტილური და ქუჩქუჩიური ვარიანტი ჩემი ასე ვთქვათ ერთგვარი ნიშაა და აი ეს უსავსე ასე ვთქვათ გამიცალმწვერესი. ამან უბრალო ესე იგი ვარდმა შეიძლება ძალიან ბევრი ფუნქცია გააკეთოს. აი მაგალითად ერთ-ერთ ღონისძიებაზე ასე შეიძლება წავიდე. შეიძლება ამან მე მოინაცვლოს ადგილი და მე აი აქ გაკეთდეს. ანუ ტრიალებს ერთი კაშნის და ერთი საყურის ფასად მე შემიძლია ძალიან უცებ გადავკეთდე. ეს არის საინტერესო ნივთია სხვათა შორის და ჩემი სიმბოლო თვლი რომ არის ჩემი სიმბოლო სახასიათო ადამიანმა მაჩუქა და თქვა რომ ეს არის ჩემი სიმბოლო. არ ვიცი ახლა რამდენად მომდება ძეგლის დადგმა ჩემთვის ოდესმე, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს არის რაღაც ქალურობის განსახიერება. ეს არის ერთ-ერთი რესპონდენტის ნაჩუქარი. თვითონ შექმნა სახელდახელოდ გადაცემის დროს და დააწერა თეას პაცას. პაცა ნიშნავს იტალიურად გიშს. ახლა გიჟური ელემენტების გამო მიცნობენ თუ არ ასეთი და ვარ თეა პაცა. თუმცა თქვენგან ჩემს მოგზალებულ გარდერობს, ასევე მოგზალებულ კარადაში გვდავსებულ. მაგრამ მე შემიძლია ძალიან გავაკეთო ეს ეპატაჟური ჩაცმულობა. ავიღო ძალიან ჩვეულებრივი როლექსტორი და ისე გავუკეთო ამას ჭრილი, ახლა-აქედან არ ჩანს. ყველაზე სასურველი, ყველაზე ასე ვთქვათ, დამაბნეველი პატარა შტრიხით ხო ეს კაბა, რომელიც ქმნის გარკვეულ აჟიოტაჟს ქუჩაში მაქცია, მაგრამ შემიძლია სხვადასხვა ფერადოვნება მივანიჭო პარტივად და ეს არის შარფები. Come on. ორი შვილი ყავს. ორი შვილი მყავს. ბიჭები. ისინი არიან ბიჭები, დიახ, დიდი ბიჭები მყავს 23-22 წლის. როგორ ღებულობენ ისინი დედის ასეთ თამამი მიჯს და ზოგადად თამამებს? ძალიან კარგად ღებულობს ჩემი შვილები ამას, ძალიან ჩვეულებრივად, ძალიან უბრალოდ, სადად და მათ ზუსტად იციან მე როგორ რა ვითარებაში და რა მდგომარეობაში შევძლებ ჩემი პროფესიონალური მდგომარეობის
იქ აღზევება. აი, ამდეუბნებიან, რომ ცოტა კაბა დაიგრძელე დეკოლტე, დაიღურე. არასოდეს სხვათა შორის ჩემს შვილს ერთი შვილი ჩემთან ცხოვრობს და მეუღლესთან ცხოვრობს. არასოდეს რატო ესე? ასე კაი ხო გავდებით აი ჩემ ცხოვრებაში შიგა პერიფერიებში კიდე უფრო და უფრო რო შეხვიდეთ შეიძლება უფრო მეტად კინო გადაიღოს ვიღაცამ და არა პატარა გადაცემა მაქვს ესეთი სერიალური საპრის ოპერული ცხოვრება და რთული არ არის ესე ერთი შვილისგან ცალკე ცხოვრება? გვაქვს ურთიერთობა უბრალოდ ერთად არ ვცხოვრობთ ხო და ეს არ არის ძნელი ქალისთვის მე ყველაფერს შევეგუე, მე ყველაფერი გავაკეთე. და როგორ გადაწყვეტეთ, რომელი შვილი უნდა დარჩენილიყო შენთან და რომელი უნდა წასულიყო? უბრალოდ ისე მოხდა, რომ უმცროსი ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებით მოხდა ისე, რომ მე ვერ შევეძლო ორივე ბავშვთან, ძალიან მიყოლებულად გაჩნდნენ ორივე მეთქი და აქედანაც მოხდა ისე, თავიდანვე ის ჩემთან წამოვიდა და მე როცა გავშორდით უკვე მოხდა ისე. მესმის შენს გადაცემას ქვია ჩარჩოს გარეშე. ხო და გინაგითხრა რომ არ გამოვედი ჩარჩოს გარეშე? არა, ძალიან დიდი ჩარჩო მოგვიტანე და იმ ჩარჩოში ჩაჭექი. რატო? ალბათ შენი დეკოლტე უფრო გახსნილია ვიდრე შენ ახლა. იცით რა ვაია, არის რაღაცები, რასაც ჩემს ზურგს უკან დგას და შეიძლება ეს მოულოდნელი იყო ეს შემოთავაზება ჩემთვისაც რაღაც მომენტში რომ ესე გახსნილად მელაპარაკა. თუმცა გახსნილად არა, ჩვენ გვინდა და რა შენზე გელაპარაკა ჩარჩოს გარეშე. ყველაფერი არ დამემალავს. მე ვთქვი, რაც იყო ჩემ ცხოვრებაში, ასეთი მომენტი, უბრალოდ ამ თემასთან ლაპარაკი გახსნილად არ მინდა რიგი მიზეზების გამო, ის არის ჩაკეტილი. არის რაღაც ისეთი ჩვენ ცხოვრებაში ზარდახშა, რომელსაც კეტავთ, მასზე გაფიქრებას არ მინდა, რაღაც ძველი კაბა, რომელიც უკვე აღარ მერგება და მისი შმორის ცუნი მაწუხებს. მოკვდეს ისტორიის სანაგვეზე, აღარ მინდა მისი გახსენება. აი ეს არის ნამდვილი ქალი ჩარჩოს გარეშე. არის? ეს არის ნამდვილი. გამოვედი ჩარჩოები და ვარ თავისუფალი. მე ის მოვკალი და მე დავმარხე შურის ძიებაც არ გინდა. მე ახლა ამ ეტაპზე ასე ვფიქრობ ჩემო ძვირფასო და შემდეგ სხვა ვითარებაში სხვა დღეს სხვა წლების მერე რა მოხდება არ ვიცი მაგრამ ერთი იცოდეს ყველამ რომ ეს შეიძლება რაღაც ბოროტების ნაპერწ კალენდრიარებს რაღაც უცნაური განაცხადია პირიქით ჩემს ადგილზე არა მე გამომიტრიალდა თავიდან ბოლომდე დამოკიდებულება ფსიქოლოგიას ზოგადად შემეცვალა აბსოლუტურად ყირამალად დადგა ერთი მიზეზის გამო და ეს ადამიანი მე ვფიქრობ, რომ ვერასოდეს ვერ მიხვდება მას, რაც მე ვიყავი მისთვის და ეს უკვე აღარ არის ჩემთვის. ადამიანები კვდებიან ცოცხლად. ადამიანები აღარ არსებობენ ჩემთვის. ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი თავი დაიმარხონ. ოღონდ ჩემგან შავების ჩაცმას მოითხოვენ. მე მაქსიმალურს გავაკეთებ იმისათვის, რომ იყოს ბედნიერი, ვინც არ უნდა იყოს, კიდე ჩემი ყოფილი მეუღლე, კიდე ჩემი მეგობარი, შემიძლია საკუთარი ტყავით გავიძრო მათ გასაბედნიერებად, ოღონდ თუ იქ ერთ ადგილზე ყველაზე აქილევსის ქუსლზე მომეჭერი და მატკინე ჩემი აქილევსის ქუსლი აქ არის რა კარგი რა აქილევსის ქუსლია არა გულის აქილევსის იმიტომ გაქვს ესეთი აბჯარი ეთყობაცი არა ეს აბჯარი იმიტომ არის რომ ერთ თავს უფსებს და მოყვარეს ახარებს თეაჩეჩელაში